ბრუკლინში გაზომილი კოღოების რიცხვი მილიონებში, m, დამოკიდებული არის იუნისის ნალექიანობაზე, r-ზე, რომელიც სანტიმეტრებში არის გაზომილი. ესე იგი, გვაქვს მილიონებში გაზომილი კოღოების რიცხვი და ნალექიანობა არის გაზომილი სანტიმეტრებში. ანუ წვიმა ხო? მისი მოდელირება შეიძლება ფუნქციით, ეს ფუნქცია გვაქვს, კი ბატონო, ესე იგი, ესეთი ფუნქცია გვაქვს m და r. და პირველი კითხვა, რამდენი სანტიმეტრი ნალექიანობის შემდეგ იქნება კოღოების რიცხვი 0 მილიონი, ანუ აი 0-ზე როდის გავალ. მოდი ახლა დავაკვირდეთ მაგას და ნახოთ. ესე იგი, მოდი გადავწეროთ ჯერ ტვინი მკეთ მუშაობს, როცა გადავწერ ხოლმე m, მოდი ცოტა უფრო ამაზად, m უდრის მინუს r ჯერ r მინუს 4-ს. ესეთი განტოლებით აღიწერება კოღოების რიცხვი. კარგი. ეხლა, თუ მე მაინტერესებს ის შემთხვევა, როცა კოღოების რიცხვი 0-ია, ხო? და უნდა ვიპოვო როგორი r-ისთვის ხდება ეს. მაშინ m უდრის 0-ს, მაგას მეუბნებიან. ამიტომ უნდა დავწერო 0 ტოლია მინუს r ჯერ r მინუს 4-ის. კარგი. ეხლა ეს არის ნამრავლი და ნამრავლი უდრის 0-ს. ანუ აქედან გამომდინარე, ან მინუს r უნდა იყოს 0. ხო? ან გამართულად დავწერო რო უფრო ან r მინუს 4 უნდა იყოს 0. და როდის ხდება თითეული? r უდრის 0-ს, მინუს r უდრის 0-ს, ეს იგივე რაც r უდრის 0-ს. მინუს 1-ზე რომ გაყოთ ორივე მხარე, მივიღებთ ამას. აქედან გამომდინარე, ორივეს თუ დავუმატებთ 4-ს, ანუ მარჯვენა შემთხვევით გამომდინარე, ორივეს თუ დავუმატებთ 4-ს, ორივე მხარეს, მივიღებთ რომ r უდრის 4-ს. ესე იგი, აღმოჩნდა, რომ ან იმ შემთხვევაში არის კოღოების რიცხვი 0, როცა r უდრის 0-ს, ანუ ნალექიანობა, ან როცა r უდრის 4-ს. 4 სანტიმეტრს ან 0 სანტიმეტრს. ეხლა მოდი ამისი ანალიზით გავაკეთოთ, რამე ლოგიკა დევს თუ არა ამაში. ნუ, როცა r არის 0, საერთოდ როცა არ არის ნალექიანობა, ეთყობა კოღოებს რაღაც ნალექიანობა ჭირდებათ, ალბათ მდგარი წყალი ჭირდებათ, ან რაღაცა ეგეთი, რაც სიცოცხლის და გამრავლების საშუალებას აძლევს კოღოებს. და ამიტომ ლოგიკურია, რომ თუ საერთოდ არ არის ნალექიანობა და რაღაც გვალვა არის, მაშინ ხო, კოღოები ვერ გამრავლდებიან. ხოლო თუ არის ძალიან ბევრი ნალექიანობა, შეიძლება პირიქით ისევ ხელშემშლელი ფაქტორი იყოს მაგათთვის, იმიტომ რომ რაღაც შეიძლება პირიქით ზედმეტი წყალია, შეიძლება მოძრავი არის ეს წყალი და არ არის მდგარი და ამიტომ გამრავლება და კვერცხების დადება. არ ვიცი ზუსტად არ ვარ კოღოების გამრავლებაში, მაგრამ რაღაც ლოგიკა ეგეთი ადეკვატური მეჩვენება, რომ ზედმეტად ბევრი ნალექიანობა ხელს უშლის კოღოების გამრავლებისთვის. ანუ ამ ორ რიცხვს შორის კარგი არის პირობები კოღოებისთვის. გამოვიდა ესე იგი მშვენივრად პასუხი, რომ მართლაც როცა r უდრის 0-ს და როცა r უდრის 4-ს, 0 მილიონი არის კოღოების რიცხვი. ესე იგი ეს პირველი გავაკეთეთ. კარგი, მეორე. რისი ტოლია კოღოების მაქსიმალური შესაძლო რიცხვი? ეხლა ამას თუ დავუფიქრდებით, ეს უკვე იმაზე გვესაუბრება, რომ გვაქვს, ნუ პარაბოლა რო არის, ამას შევხედავთ და ჩანს, იმიტომ რომ კვადრატულია, რომ გავამრავლოთ კვადრატი არის მართლაც. და რომც არ დავაკვირდეთ, რადგან მაქსიმუმზეა საუბარი, ესე იგი ეს კითხვა უკვე გვეუბნება, რომ აი ესეთი პარაბოლა გექნება და მაქსიმუმი ამ პარაბოლას ექნება აი აქ, ხო? იმიტომ რომ იყოს პირიქით რქებით ზემოთ პარაბოლა, მაქსიმუმი არ ექნება, მარტო მინიმუმის წერტილი ექნება, ასე ვთქვა. ესე იგი საუბარი არის ამობრუნებულ პარაბოლაზე. მოდი ახლა ესეთი რაღაცა გავაკეთოთ, იმისთვის რომ ვიპოვოთ მაქსიმუმი რანაირად მიიღება რესიტოლი ამ შემთხვევაში გვაქვს. ჩავწეროთ პარაბოლა, ოღონდ ჩავწეროთ აი ესეთი ფორმით. ჩავწეროთ აი ამ ფორმით. m უდრის a ჯერ რაღაცა კოეფიციენტი არის a მინუს კიდე r მინუს b კვადრატში პლუს c. ეს თუ არ გახსოვთ, ამას ნუ წეროს ფორმას ცოტა ცუდით არგმნით უწოდებენ vertex form ინგლისურად. ნუ თუ არ გახსოვთ ეს ზუსტად რას ნიშნავს, ცოტა უჩვეულოთ ჩვენ შეგიძლიათ ვიდეო ნახოთ პარაბოლებზე, მაგრამ მოდი ახლა მაგას არ ავხსნი, უბრალოდ აი ამ ფორმით მინდა რომ ჩავწეროთ აი ამისი განტოლება. და მოდი ესე მოვიქცეთ, ამისთვის დაგჭირდება კიდევ ერთი რაღაც, რაც შეიძლება, ნუ თუ არ გახსოვთ, კარგი იქნება გაიხსენოთ, ეს იქნება კვადრატის შევსება. ანუ მე ახლა გადმოვწერ იმ ფორმულას, რაც გვაქვს, რომ m უდრის მინუს r ჯერ r მინუს 4-ს. და ვეცდები რომ შევავსო ეს კვადრატამდე. ეს რას ნიშნავს? ჯერ მოდი გავამრავლებ, ჭრილებს გავხსნი, გვექნება მინუს r კვადრატი, ან მოდი კი არ გავამრავლებ. ხო, მოდი გავამრავლებ. მინუს r კვადრატი პლუს 4r. ასეთი რაღაცა გვაქვს. ეხლა მე შემიძლია ამას რაღაცა დავუმატო. და ნუ მე იგივე გამოვაკლოთ ცხადი რომ არ შეიცვალოს. მაგრამ ამ რაღაცას რომ დავუმატებ, კვადრატამდე შევავსებ ამას და კერძოდ როგორ? აი ესე შევხედოთ. წარმოვიდგინეთ რომ ეს ჭრილებში არის, ანუ ეს არის იგივე რაც მინუს r კვადრატს მინუს 4r, ხო? ესეთი რაღაცა გვაქვს და მე მინდა რომ ამას რაღაც დავუმატო რომ შევავსო კვადრატამდე. მე თუ ამას დავუმატე 4, აი აქ თუ დავუმატე 4, ხო? და დავხურე მე ჭრილი. გამომივა რომ ეს არის სრული კვადრატი, იმიტომ რომ ეს იქნება r-ს მინუს 2-ის კვადრატი. მაგრამ უბრალოდ 4 რომ დავუმატო, ხომ შევცვლი გამოსახულებას და ამიტომ 4 კიდე უნდა გამოვაკლო. მაგრამ ეხლა საინტერესო რა არის? თუ ესე დავწერე,
სწორი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ეს არასწორია. იმიტომ რომ ეს 4-იანი ფრჩხილებში მიწერია და ფრჩხილის წინ მინუსი მაქვს. ანუ სინამდვილეში ეს არის -4, ანუ მე სინამდვილეში გამოსახულებას 4 გამოვაკელი, ანუ თითქოს აი ესეთი რაღაც გავაკეთე, იქ ქვემოთ დავწერე. ხომ მქონდა -1, თითქოს კი არა ზუსტად ეს გავაკეთე. ხომ მქონდა -2 კვადრატს + 4r. ამას გამოვაკელი 4 და დავუმატე 4 და მე რევდექი და ეს 4-იანი შევიყვანე ფრჩხილებში და ნიშანი შეეცვალა ამას და გამინუსდა და ეს 4-იანი გაპლუსდა. აი ესეთი რაღაც მოხდა. ამიტომ ლოგიკური არის, რომ აი აქაც 4-იანი უნდა დავუმატოთ. იმიტომ რომ სინამდვილეში ისე ჩანს თითქოს ორჯერ უმატებთ 4-იანს, მაგრამ არ არის ეგრე. სინამდვილეში ეს გამოვაკლდა და ეს დაემატა. ახლა ეს გამოსახულება რა არის? მოდი გავამარტიოთ კი არა და ჩავწეროთ სხვა ფორმით. ეს იქნება მინუს წინ r-2 კვადრატში და ამას +4. ამას დამატებული 4. ახლა ეს დაგვეხმარება მსჯელობაში და რატომ? მე თუ ვეძებ მაქსიმუმს, ანუ მე თუ მაინტერესებს აი ეს გამოსახულება, როდის ხდება მაქსიმუმი, უნდა დავაკვირდე, რომ რამის კვადრატი ყოველთვის არის დადებითი და მე ეს დადებითი გამრავლებული მინუსზე, ან წინ რომ მინუსი აქვს, ყოველთვის არის უარყოფითი. ანუ ეს გამოსახულება, აი ეს პირველი ფრჩხილებიანი გამოსახულება წინ მინუსით, აბსოლუტურად ყოველთვის არის ნაკლები ან ტოლი ნულზე. ესე იგი, გამოდის, რომ ყველაზე კარგ შემთხვევაში, როცა მაქსიმუმს ვეძებ, ეს უნდა იყოს ნულის ტოლი, იმიტომ რომ ნული თუ არ არის, ამას აკლებს კიდევ უფრო და აკლებს და უფრო უარყოფითისკენ მიდის. ამიტომ მე ვეძებ ისეთ შემთხვევას, როცა მოდი ცოტა ჩავიდეთ ქვემოთ, ვეძებ შემთხვევას, როცა -r-2-ის კვადრატი უდრის ნულს. ეს უკვე ძალიან კარგი რამეა, იმიტომ რომ შეგვიძლია ჩავატაროთ რაღაცები, მაგრამ პირდაპირ ჩანს, რომ r რომ ჩავსვათ 2, იქნება -2-2-ის კვადრატი უდრის ნულს, ну რაც არის ჩვენ -0-ის კვადრატი და ცხადია ეს უდრის ნულს. ესე იგი r უდრის 2-ს, ანუ პასუხი ამის პასუხი არის r ტოლია 2-ის. აი ეს არის პასუხი. ანუ მეორე კითხვა რისი ტოლია კოღოების მაქსიმალური შესაძლო რიცხვი, ხო? მაქსიმალური შესაძლო, ხო, r ტოლია 2 უნდა ჩავსვათ აქ. და მაქსიმალური შესაძლო რიცხვი რა გამოვა? აქ რომ ჩავსვა r ტოლია 2, მივიღებ ესეთ გამოსახულებას, აი ეს რო გავაგრძელო, -2-2 კვადრატში +4, რაც უდრის პირდაპირ 4-ს, იმიტომ რომ ეს ნულდება. ესე იგი, გამოდის, რომ მაქსიმალური რიცხვი კოღოების მაქსიმალური რიცხვი არის 4 და რამდენი სანტიმეტრი ნალექიანობის შემდეგ მიაღწევს კოღოების რიცხვი მაქსიმუმს, ზუსტად უპასუხეთ ქვემოთ, რომ მაგისი პასუხი არის 2. აი, ზუსტად წეღანაც გავაკეთეთ, r არის 2. ესე იგი, თავიდან რომ უცებ გავიარო რაც ვქენით ამ ვიდეოში. ესეთი რაღაცა, თავიდან იყო კითხვა, რომ რამდენი სანტიმეტრი ნალექიანობის შემდეგ იქნება კოღოების რიცხვი 0 მილიონი და დავადგინეთ, რომ ორ შემთხვევაშია ასე, 2 პასუხი აქვს ამას, როცა არ არის ნალექიანობა და როცა ნალექიანობა არის 4 და სხვათა შორის 0-დან 4-მდე კარგად მუშაობს ეს ფუნქცია, მაგრამ როცა r ნაკლებია 0-ზე და r მეტია 4-ზე, უკვე უარყოფითი მნიშვნელობების აღწერას იწყებს, რაც უაზრობაა კოღოებისთვის, -500 კოღო ხო არ არსებობს. ამიტომ ეს მოდელი, თუ ამას მოდელად დაიღებ, მარტო r უდრის 0-დან r უდრის 4-მდე იმუშავებს, ეგეც საინტერესო აღსანიშნავია. და დარჩენილი ორი კითხვა ძალიან მჭიდრო კავშირში ერთმანეთთან, კითხვა იყო მაქსიმალური რაოდენობა რა შეიძლება იყოს კოღოების და რამდენი სანტიმეტრი ნალექიანობისას მიიღწევა. და კვადრატის შევსებით აღმოვაჩინეთ, რომ თურმე როცა ნალექიანობა უდრის 2 სანტიმეტრს, მაშინ 4 მილიონი არის, არ დაგავწყოთ მილიონებში არის საუბარი, 4 მილიონი არის კოღოების მაქსიმალური რიცხვი.